გალთენ თაგარტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მომავალი წლისთვის ვარაუდობს საინვესტიციო ბანკი ელის, რომ განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.9%-მდე შემცირდება. მოლოდინი 2026 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის 3%-მდე შენელების პროგნოზს ეფუძნება. საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელების პროცესი მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, რასაც მეტწილად სურსათისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპის შენელება განაპირობებს. ზამთრის ტურიზმის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. მთის ტრასების სააგენტო ბაკურიანში კოხტას სასრიალო არეალს 20 დეკემბერს გახსნის. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე, სადაც ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. 27 დეკემბრიდან არის ასევე დაგეგმილი მესტიასა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა. სასრიალო ტრასები კი ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით ეტაპობრივად გაიხსნება. 2025-26 წლის ზამთრის სეზონი მთის ტრასების სააგენტოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან უკვე მესამედ საქართველოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს თეთნულზე 22-28 თებერვალს უმასპინძლებს. პირველად ისტორიაში ქართული ეროვნული სამოსი უმსხვილეს ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე იყიდება. პლატფორმაზე საკუთარი ნაწარმის განსათავსებლად ფაფანაკმა დიდი გზა გაიარა. როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, Amazon-ი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ამოწმებდა პროდუქციის ხარისხს. ბრენდის ინფორმაციით, ქართული ეროვნული სამოსის Amazon-ზე განთავსებას გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიური ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ბაზარია, სადაც ქართულ ეროვნულ სამოსს მაღალი მოთხოვნა. ფაფანაკი ქართულ ბაზარზე 10 წელზე მეტია ოპერირებს და ეროვნულ კოსტუმებსა და აქსესუარებს ქმნის. ბრენდს ძველი კულტურული შტრიხები თანამედროვე სამოსში გადმოაქვს. ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ საქმიანობის შედეგების შეაჯამა. ასოციაციის 2025 წლის ანგარიშზეა 9 ახალი პროექტი, 280 ახალი წევრი და 7 ახალი პარტნიორი. თუმცა მთლიანობაში ორგანიზაციაში 500-ზე მეტი ასოცირებული წევრი და 35-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. ასოციაციის მიზანია ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების და ამით ეკონომიკური განვითარების დაჩქარების ხელშეწყობა. წლის შეჯამებაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ გამარჯვებულიც გამოავლინა. სტატუსი Helio AI მოიპოვა. სტარტაპმა სულ ცოტა ხნის წინ $1 მილიონ ინვესტიცია მოიზიდა და ის კომპანიებს ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. სოციალური მეწარმეობა, ბიზნეს წარმოების ფორმა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ მოგების მიღება, არამედ სოციალური გარემოსდაცვითი ან საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა. დღეს ვისაუბრებთ წარმატებულ სოციალურ საწარმო ბაბალეზე, აქ არსებულ პრაქტიკასა და ინიციატივებზე, რომლებიც არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისთვის. ბაბალე საოცარ ხელნაკეთ ნივთებთან ერთად უამრავ აქტივობებს სთავაზობს. მათ შორისაა ვორქშოპები, პროფორიენტაციის და დასაქმების სპეციალური პროგრამა. ბოლო პერიოდის წარმატება კი ბაბალეს პირველ საერთაშორისო გასვლას უკავშირდება, საწარმომ ვენაში გაეროს საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თუ როგორ მუშაობს და ვითარდება სოციალური მეწარმეობა პრაქტიკაში და რა გავლენა აქვს მას ადამიანებსა და საზოგადოებაზე, ჩვენს სოციუმში მიღწევებსა და გამოწვევებზე სასაუბროთ ნინო სიხარულიძე, ბაბალეს პროგრამების კოორდინატორი, სტუმრობს დილიდან. მოგესალმებით ნინო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბაბალე ძალიან ცოტა მეგულება, ვისაც არ სმენია ამის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მინდა გთხოვოთ გვითხრათ და მოგვიყვეთ იმ საწყისებზე, როდესაც იქმნებოდა ბაბალე, რა იყო ის მთავარი დასახული პრობლემა, რის საპასუხოთაც თქვენ შექმნით ბაბალე და როგორ მოხვედით დღემდე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობით. ბაბალე უკვე მე-10 წელია, რაც არსებობს და პირველად სრულიად ესეთი არ იყო გათვალისწინებული, რომ საბოლოოდ ესეთი სახე მიიღო. თავიდან დაიწყო, იყო 2 წლიანი პროექტი. ჩვენმა ორმა მშობელმა, ლიამ და თამუნამ წამოიწყეს ეს პროექტი და როდესაც უკვე დამთავრდა, დასრულდა ეს პროექტი, ჩვენ დედებს
დაგვიძახეს, ვისაც დაუნის სინდრომის მქონე შვილები გვყავდა და შემოგთავაზეს, რომ მოდი ჩვენი ძალებით ხომ არ გავაგრძელოთ საქმიანობა ჩვენი შვილების და სხვა დაუნის მქონე სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სამომავლოდ რაღაც მიზნები დაგვესახა. ჯერ საერთოდ არ მქონდა საუბარი იმაზე, რომ ვიმუშავებდით და დასაქმებასთან გვექნებოდა საქმე. უბრალოდ რაღაც გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა სათამაშოები და ამითი რაღაცნაირად ცნობიერება აგვემაღლებინა საზოგადოებაში, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა. აი უკვე მე-10 წელია ვარსებობთ, ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. შეიძლება ესე გარედან არ ჩანს, მაგრამ ჩვენი გუნდი ძალიან ისე ინტენსიურად და მუშაობს ახალ პროექტებზე. მიხარია რომ უკვე წამოვიდა აი დასაქმების ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი და მთავარი პროექტი არის ახლა როგორც თქვენ ახსენეთ პროფორიენტაციის და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა. ჩვენ გვყავს სტაჟორები. ეს ჩვენი პროგრამა 4 საფეხურად არის გაწერილი, 12 წლიდან იწყება და 30 წლამდე 30 წლის არის ჩვენი ყველაზე დიდი ნინო, საინტერესოა ერთის მხრივ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ უკვე მზას და გარდა ამისა სივრცე, სადაც იქნება სხვადასხვა შესაძლებლობები. უფრო დეტალურად მინდა გთხოვოთ, მოგვიყვეთ ამ მოდელის შესახებ, ვის აძლევთ თქვენ შესაძლებლობას ამ სივრცეში, სტაჟირების გავლის, შემდეგ დასაქმების და ამ ნაწილში როგორი გაქვთ სურათი 10 წლიან ჭრილში დასაქმების მაჩვენებლის. აი, დავიწყეთ ხისათამაშოებით და ეხლა უკვე გადავედით ვამზადებთ კერამიკას. ამ კერამიკის ნივთების დამზადებაში სრულიად ჩართულები არიან ჩვენი მოზარდები. 6 მოზარდი ყავს, რომლებიც თვითონ უშუალოდ თიხისგან ამზადებენ ნივთებს და შემდეგ ხდება უკვე ამ ნივთების მათი დამზადებული ნივთების მოხატვა და არა მარტო მათი დამზადებული ბაბალეს გუნდის სხვა კერამიკოსებიც რასაც ამზადებენ ხატავენ და ეს ნახატებიც თვითონ მათი შექმნილია. ჩვენ ყველაფერში ყავს ჩართული ჩვენი მოზარდები. ყველანაირ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერში ჩართულიყო. ვიყენებთ მათ ნახატებს და თქვენ ალბათ გსმენიათ ჩვენი ჭრელი წინდების შესახებ და ეს წინდებიც მოქსოვილია მათი ნახატებით. ასევე ნახატები, რომლებიც ხატავენ და თვითონ ქმნიან, გადაგვაქვს უკვე თვითონ კერამიკის ნამუშევრებზე. საახალწლო სათამაშოები, რომლებიც წელს გვაქვს, მაგალითად, მათი მოხატულია და ასევე თქვენ ახსენეთ ვორქშოპები, სადაც ჩართულები არიან. როდესაც ვორქშოპზე გვყავს სტუმრები, აუცილებლად ჩართულები არიან, მათთან ერთად ხატავენ, ასე ვთქვათ, უწევენ დახმარებას და არის კიდევ მნიშვნელოვანი, როდესაც აი საახალწლო გამოფენებზე ან ნებისმიერ გამოფენაზე მივდივარ, ყოველთვის ჩემთან ერთად არიან ხოლმე და მეხმარებიან გაყიდვებში, ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. მე მინდა გკითხოთ საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გავლენაზე. სწორედ ამ ნაწილში გასაგებია, რომ ეს ბავშვები არიან ჩართული თქვენი წყალობით, ამ ყველაფერში იჩენენ ინტერესს. საზოგადოების ჩართულობა და ასევე ჩვენი მენტალობა რამდენად არის შეცვლილი ამ 10 წლის განმავლობაში სწორედ სოციალური მეწარმეობის მიმართ და იმ მისიის მიმართ, რასაც თქვენ ემსახურებით. ნამდვილად შეცვლილია ამ 10 წლის განმავლობაში საკმაოდ ამაყდა საზოგადოებაში ცნობიერება, ძალიან დიდი ინტერესია ამ ბოლო დროს საზოგადოების მხრიდან. სულ ვიტყვი, რომ აი ძალიან დიდი ცვლილება. ძალიან ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიებიდან, ბიზნეს სექტორიდან არიან ჩართული, მაგრამ სურვილი იქნებოდა ჩვენი, რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები. სოციალურ პასუხისმგებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, იმისთვის, რომ ეს თანხა თქვენ როგორც ჩვენს პროდუქცია, რომელიცაც ჩვენ ვყიდით, ეს თანხა ისე ხმარდება ჩვენს მოზარდებს, რომ ჩვენ შემდეგ განვახორციელოთ ამ პროგრამის
ფინანსური უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ჩვენ სრულიად უფასოდ ვთავაზობთ ჩვენი მხრიდან ამ პროგრამას, ამ მომსახურებას და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაც, სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის დაგვიდგეს გვერდში, იმიტომ რომ ამ ჩვენმა წამოწყებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან წარმატებულია. ამიტომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს ჩაერთოს ამ პროგრამაში და ბაბალეს საქმიანობაში და სამწუხაროდ აი ჩვენი ფართი და არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ რაც შეიძლება გასაგებია, მოთხოვნა არის გაცილებით დიდი და ინტერესი, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს და ეს არის მესიჯი ნამდვილად როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის, რომ მეტად კონდეთ მათ ინტერესი და რა თქმა უნდა ინვესტიცია განახორციელონ ამ მიმართულებით. ჩვენი ესეთი რა გზებით ვცდილობთ, რომ ხმა მიაწვდინოთ მას? როგორია უკავშირი მათ? ვცდილობთ, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტ ვთქვათ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობა, მოვიწვიოთ ჩვენთან, მოვუყვეთ ჩვენ შესახებ, სკოლებშიც დავდივართ, სხვადასხვა ორგანიზაციებიც გვიწვევენ და ასე გვინდა რომ ყოველს ტელევიზიის საშუალებითაც რომ მივაწვინოთ ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება ამ წუთას რაც არის, ეს არის გაფართოვება და უფრო დიდი სივრცე, რაც შეიძლება მეტად გავფართოვდეთ, მეტი საშუალება გქონდეს ჩვენ უკვე მოძიებული გვაქვს წინასწარ სხვადასხვა საშუალებები, სადაც კიდევ შეიძლება რომ უფრო მეტი ჩვენი ახალგაზრდა დავასაქმოთ. კი ბატონო, რაც პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს, რომლის რეალიზება მოხდება და შესაბამისად გექნებათ შესაძლებლობა რომ ეს მიღებული შემოსავალი ისევ ჩააბრუნოთ ამ საქმეში. და განვითარდეთ. კი ბატონო, საერთაშორისო წარმატებაზეც გითხარით, 1-2 სიტყვა ვენაში, გაეროს საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღეთ მონაწილეობა. როგორ მიიღო ევროპამ საქართველოს ქართული სოციალური მეწარმეობა და ასევე ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქტები? დიახ, მოგახსენებთ, ეს იყო საელჩოს შემოთავაზება, რომ მიგვაყო მონაწილეობა და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს, ძალიან მოეწონათ ჩვენი მოზარდების დამზადებული პროდუქტი, იმიტომ რომ წავედით მე არ ყოფილვარ, მაგრამ ლია ჩვენი ხელმძღვანელი, ვინც წავიდა, დაბრუნდა цаრიელი ჩემოსნით, ასე ვთქვათ. ანუ ძალიან მოეწონათ და რა ვიცი, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება, როდესაც უკვე გავედით. საწყისია და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზეც იმედია იქნებით წარმოდგენილი. მაგრამ მანამდე ახლა წინა საახალწლო პერიოდია და მინდა გკითხოთ, სად იქნება შესაძლებელი ბარბარეს უნიკალური ხელნაკეთი ნივთების შეძენა საახალწლო ბაზრობებზე თუ იქნებით წარმოდგენილი და რამდენ ფართო იქნება ასორტიმენტი? ჩვენ მართალი რო გითხრათ, საახალწლოდ უკვე ზაფხულიდან ვემზადებით, რომ მზად ყოფილიყავით ამ პერიოდისთვის, რომ უკვე გქონოდა გამზადებული ჩვენი პროდუქტი, რომ შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის. წარმოდგენილი ვიქნებით ეს 2 დღე არქის გრანდიოზულ საახალწლო ბაზრობაზე. ასევე უკვე ვიმყოფებოდით სხვადასხვა სკოლაში მიგვიპატიჟეს, კიდე სხვადასხვა სასტუმროში, სადაც კი გაიმართა, მაგრამ ეხლა ეს არქის საახალწლო იმაზე ვიქნებით წარმოდგენილი და ძალიან ლამაზი საახალწლო პროდუქტი გვაქვს, ნაძვისხეები, სათამაშოები, ყველაფერი რაც ახალ წელს ალამაზებს. კი ბატონო, თქვენ გამოწვევებზე უკვე ისაუბრეთ და ახსენეთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება არის გაფართოება, რაც რა თქმა უნდა ისევ თქვენთან დასაქმებულ ადამიანებს და პოტენციურ ბენეფიციარებს, ასე ვთქვათ, წაადგება, რა თქმა უნდა და ახალი წელი არის ოცნებების ახდენის ჯადოსნური პერიოდი და მე გისურვებთ ნამდვილად, რომ ძალიან მალე თქვენი ეს სურვილი ახდენილიყოს და სიახლეებით აუცილებლად 2026-ში ჩვენთან გელოდებით. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნინო სიხარულიძე, სოციალური საწარმო ბაბალეს პროგრამების კოორდინატორი იყო ჩვენი სტუმარი დილიდან და სოციალურ საწარმო ბაბალეზე ვსაუბრობდით, რომელიც ძალიან კეთილ საქმეს ემსახურება, ვითარდება და იმედია კიდევ უფრო მეტი წარმატებით გაგვახარებს უკვე 2026-ში, როდესაც გვესტუმრებიან.